ალბათონო 5 ბოთლი არაყი მომეცით და 200 გრამი ძეხვი. ბატონო 5 ლარი გაკლდებათ. 5 ლარი. ხო, მაშინ ძეხვს ჩამოვაჭერით. ხო. ბიჭო, ხელით წავიღო ცხონებული რა. 2 კილომეტრია სულ რაღაც სასაფლაო. კაცო, მაგისთვისა 2 თორე, ჩვენთვის 4-ია. ეკიმო, მიცით რა არის? ჩუს ვერ ვამბობ. რას ვერ ამბობთ? ჩუს ვერ ვამბობ, ეკიმო. როგორ არა, ახლა ხან თქვით? ჩულაც არა, ეკიმო. აი მაგალითად ჩათი, ჩოჩო, ჩახლი. აი რატო შორდები? იმიტომ რომ ფისო ხარო ესე მითხრა. მოფერება. რა მოფერება? მესამე სართულიდან გადმომაგდო, აბა ფეხებზე თუ დადგებიო. აი რა საყვარელი. არა, სამსახურიდან უნდა წამოვიდე რა. რატო? ისეთი უფროსი მყავს და ისეთი სიტუაცია, რომ ერთი წუთით ვერ წაიძინებ რა. ესეთი მკაცრი უფროსია? კაცი უფროსი კი არ არის. ისე ხრინავს ვერ დაიძინებ რა. ბიჭო. ნოდარას რძალი რო არის, ხო იცი? სანდრედიელი. კი. ეგ დადიოდა ერთთან. და მეორესგან დაფერბზიდა ბიჭო. რა ქვია ხა მაგას? რა ქვია და რეკოშეტი. აი მე ძალიან თავაზიანი ხარ, მადლობთ. იმდათ ტანზე გავიხადოთ და შიშვლები შევიდეთ, ტალღებში და ვიცურავთ. არა, იცით მე ცურვა არ ვიცი. მაშინ ისე შევიდეთ და საერთოდ არ ვიცურავთ. ქმართან სექსს და ტელესერიალს ერთი ნაკლი აქვს. რა ნაკლი? ყველაზე საინტერესო ადგილას წყდება და მე მთელი დღე უნდა ელოდო მაგის გაგრძელებას.
გაუმარჯოს დავით. როგორ ხარ რას კითხო? რავი სტადია გითხულობ. ბიჭო, მე ხო იცი როგორ მიყვარს ტუალეტში წიგნის კითხვა. ისე მივეჩვიე ტუალეტში ამ წიგნის კითხვას გუშინ ბიბლიოთეკაში ვიყავი და კინაღა მიკმო. ეს საათი მინდა რომ ჩემს დავითთან გავატანო. შევტანეთ, ხალბატონო, შევტანეთ და ჩაატანე. იცით რა მეუხერხულება? რა გეუხერხულებათ, კაცო? დაუზარელი კაცია ეს ხონებული, ხო იცი? მე მესამედ გავატანე უკვე. სარკე, სავარცხელი, აკრატელი, რა ბიჭო. შევტანეთ. მე უკაცრავად თქვენ კალიუმის ქლორიდი მითხარით არა? დიახ. შემეშალა მე კალიუმის ციალიდი მოგეცით. ეს მომაკვდინებელი საწამლავია. კიდე კაი გამახსენდა. კიდე კარგი გოგონა. ახლა რა ვქნათ? არაფერი 50 თეთრი გექნებათ დასამატებელი. უკაცრავად, ხალბატონო, ეს ამერიკული სიგარეტი როა რაღაც ეს მომეცით რა. რა ნომერი გნებავთ? რა ნომერი? დიახ. რა ვიცი, ხალბატონო, პირში ჩამედიოს და. მომეცით კაცო. ნახე. შანდორ პეტებს იცნობ? შანდორ პეტებს, ნუ პირადად არა, მაგრამ ისე. და რა არის რომ? აფერისტი ყოფილა. შანდორ პეტეფი აფერისტი რატო ყოფილა? რატო და SMS-ებით ლექსებს რომ იგზავნიდი, ხო გახსოვს? ხო. წაუკითხავს და წიგნად გამოუცია. რაღეს ეს შენი ძაღლი? ეს ძაღლი ძმაო 300 ლარი. მედალოსანია. რაც მინდა ამის მედალი. სამედიცინოზე კი არ ვაბარებინე. საჭმელი გავაკეთე და შენთან მოვედი საჭორაოდ. ხო არ გაცდე? არა გოგო რას მაცდენ? უი, შეკვეს ტელეფონი დარჩენია. ვიცი, არ ინერვიულებს მივწერე უკვე ტელეფონი დაგჭა სახლში თქო. აი, მიუვიდა კიდევაც. გურა ხარ? ერთ ვეც დამისხი და? ბიჭო, ო, შენ რა გინდა ბარში? ექიმა ხო აგიგრძალა დალევა. მოგდა კაცო ის ექიმი. ექიმო, ჩემი მეგობრები გისმენ ძახიან და იცით რატომ? რატომ? ცეხვი მიყვარს და იმიტომ. ცეხვი? დიახ. ცეხვი მეც მიყვარს, მაგრამ ამისთვის გიშს არავინ მეძახის. მართლა გიყვართ? წამოდით მაშინ ჩემი ცეხვების კოლექციას განახებთ.
შოშო შვილო, შორს არ წახვიდე. არა, мама. ენაჩვალოს მამა. ბიჭო, რა ქვია შენ შვილს? შოშო. მე შეგაცო, სს თუ ვერ ამბობ, დაგირქმია შვილისთვის ვაჟა, ზურა. კობა. გამარჯობათ. თქვენ ალბათ -5 სათვალე არა? დიახ. საიდან მიხვდით? ბატონო, კარის ნაცვლად ვიტრინიდან შემოგწანდით. წავიდა. ჩვენი თანამშრომელი რო იყო გიორგი, ხო გახსოვს? ციხის წინ რო ცხოვრობდა. კი, მერე? ეხლა თავის სახლის წინ ცხოვრობს. რაღაც მოუპარია და უკაცრავად, ბატონო, რა მინდა გითხრათ რა. აუზში მოშარდვა არ შეიძლება. კარგით რა. ვინ არ შევდო სახაუში რა უჭირს მე? ხო, მაგრამ ტრამპლინიდან მარტო თქვენ შვებით, ბატონო. ხო, ბუდიშკი. მანქანა არის მთავარი რა. ხო, არა. მაგან დაითრიოს მანქანა. წავიდეთ ქალაქში და ნაშები არის ჩემზე რა. გასაო. კიდე დარიგეთ. კაი, გამიხარე. კაი, გამიხარე. გამარჯობათ. გამარჯობათ. როგორ ახარ ზურაძია? რა ვიცი ვარ. თქვენოდენი დრო მომცახლა. ქალებში როგორ გაქვთ საქმე? საქართველოს ფეხბურთის ნაკრებივით. ეგ როგორ? როგორ და კარამდები მაქვს ბურთი და მე ვერაფერს ვერ ვახერხებ. იქი მოიცით, ჩემი ქმარი ამბობს ტელევიზორი ვარო. გასაგებია. მოიყვანეთ და მოვარჩენთ. არა, იქიმო. იქნებ დეციმეტრულზე გადამიყვანოთ. ცოლად გამომღები რა. დავიტანჯე რა მოკლედ რა. დილას არის და საჭმელს ვერ ვჭამ, სულ შენზე ვფიქრობ. შუა დღესაც ვერ ვჭამ, შენზე ვფიქრობ. საღამოსაც საერთოდ ლუკმას ვერ ვიდებ პირში, შენზე ვფიქრობ. და ღამე საერთოდ ხო ვერ ვიძინე. რატო ღამეც ჩემზე ფიქრობ? არა, ღამე მშია და მჭამ, მთელი ღამე. გამარჯობათ. გამარჯობა. ისა წამალი მომეცით. რომელი? რა ვიცი. თქვენი გემოვნებით. მადლობა. არაფრის. აი სიგარეტი არ ვიყო. ой, უკაცრავად ხურდა არ მაქვს და თუ შეიძლება ხურდის მაგივრად მიკი მაუსის კევს მოგცემთ. მიკი მაუსის კევს? დიახ. რა სამოვთ გოგონი, რა მიკი მაუსის კევს? მე პატარა ბავშვი ვარ, აქ თუ რა? ტერმინატორის მაინც გეთქო, კაცო. უკაცრავად. საყვარელო. თმის შეჭრა მინდა და 200 ლარი მომეცი რა. რა ამბავია 200 ლარი?
აბა სალონში ესე ხო არ წავალა რა. ნახე, მიცვალებული ისეთი მაღინჯი იყო, რომ ფეხებზე ქონდათ გადახტილი. Excuse me, do you speak English? Нет. ვინი ხო? რა ვიცი. სომალელი ტოლვილი იქნებოდა ალბათ. სომალელი? სომალის დაუკარგეთ თო. ვაჟ ბატონო, ცოლი რო ყავს, ხო არ დაგავიწყდა. კაცო, დიეტაზე შენც კი ხარ, მაგრამ რესტორანში რო შევდივართ, მენიუს საკითხავს, ხო არ გიშლი მე? წყარს ყარაულობ, რო არ მომიწყვიტონ. შენ არ გინდა ბიჭო, მართო. ძროხა უნდა გადავიყვანო ახალდაბაში ბუღასთან. წავედი ხა. ჩემი გასაკეთებელი საქმეა, სხვა არ გააკეთებს არავინ. კაი, აბა, კარგად. დაიცა კაც. ამ სიშორეზე მიყავს ძროხა ბუღასთან? რა გიგვირს ბიჭო? მაგის იცოლი გურიდან აქ ჩამოვიდა მაგის გულისთვის და ამან ახლა ძროხა გადაიყვანოს ბუღასთან დიდი ამბავი. აკვია და გამარჯობათ. თქვენს გვერდით აქ კაცი იყო 1-2 თვის წინ. ლომის ბოკვერს ყიდა და ხო არის ის კაცი სად არის? ხავის ის კაცი 1-2 კვირა არ გამოჩენია. ისე ის ბოკვერი გაიზარდა. ლომივით იყო ბოლოს უკვე. ექიმო, თქვენ რო წამლები გამომიწერეთ, აღარ მახველებს და ახლა რა ვქნა? რაკინდა დღეში ორჯერ გრილი წყლით დაიბანეთ ტანი, ორ პირში დაჯექით და დაგახველებთ. ბატონო, არ მახველებსო და დაგახველებთ. მადლობა. გურ გამიხარდა და ჩამოხვედი. ჩადე, მან ჩემკანასთან დამელოდე და ჩამოვალმაზე. რა საკეთე ბიჭო? შენ სხონებულ ცოლზე მაინც არ ფიქრო? რა ვიცი ახლა მე რაც ვაკეთე. ჭკუა მომეკითხება ახლა მე?